ბოლო კითხვა მინდა აუცილებლად დაგისვათ, ეს ეხება თქვენი მეუღლის დასაქმებას პროკურატურაში, ამაზეც გაკეთდა განცხადებები, არის თუ არა ეს ნეპოტიზმი ამ შემთხვევაში. მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა ეკა ბესელიას მეუღლე პროკურატურაში, რატომ მოხდა ეს ასე? სხვა შორის კარგია შენ ხარ ერთადერთი ვინც ეს მკითხა, იმიტომ რომ ისე გაისმა ეს განცხადებები, რომ არავის ეს ჩემთვის არ უკითხავს. ჯერაც ერთი მინდა გითხრა, რომ ზურა გუბელაძე, რომელზედაც არის საუბარი, ის იყო პროკურატურაში წლების განმავლობაში ძალიან მაღალ თანამდებობებზე და ბოლოს იყო 2006 წლამდე, ვიდრე კუბლაშვილი გაათავისუფლებდა მას სრულიად უნიზესოდ, მოსამართლე იყო და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე იყო სისხლის სამართლის კოლეგიის, რაც გაცილებით უფრო მაღალი და საპასუხისმგებლო პოზიცია იყო, ვიდრე დღეს აქვს ის ერთ-ერთი რიგითი პროკურორია ერთ-ერთ განყოფილებაში პროკურატურის ანტიკორუფციული. ითქვა რომ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. არ არის ეს მაღალი თანამდებობა ჯერაც ერთი და ის ისე დაინიშნა, რომ მე დანიშნვის შემდეგ გავიგე ამის თაობაზე. ეს ერთი, მე ამ საკითხში არათუ არ ჩავრეულვარ. ფაქტიც კი გავიგე მოგვიანებით, ეს ერთი და აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ის ჩემთან. პირიქით 2006 წელს, როდესაც მას თანამდებობა დაატოვებინეს მოსამართლეს, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული და მოუკიდებელი მოსამართლე იყო საოლქო სასამართლოში. კუბლაშვილმა ის ისე გაათავისუფლა, მიზეზიც არ უთქვამს, კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს და მთელი 7 წელი სხვათა შორის არ გააკარეს სასამართლო სისტემას. დღეს ის ისე ერთ-ერთი კიდევ ამბობ, ეს არ არის თანამდებობა მაღალი, ჩვეულებრივი პროკურორის სტატუსი აქვს მას და ადეიშვილის ბრალს მოაწერა ხელი სხვათა შორის და ამიტომ ემწვა, როგორც ჩანს, გიგი უგულავას, ამიტომ მოხდა მისი გვარი და ამიტომ მიაქციეს ამას ყურადღება, როგორც ვიცი, ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მუშაობდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ისე დაინიშნა პროკურატურაში, რომ ამის შესახებ მე თვითონ მოგვიანებით გავიგე. მაგრამ იქნებ ახდენს გავლენას თქვენი ფაქტორი ამ ყველაფერზე, ისე რომ თქვენ არ ერევით ამას გამორიცხავთ. ჩვენ ერთი ოჯახი არ აქვს მერაბ და ამიტომ გავლენას ვერ მოვახდენდი მასზე. გასაგებია. მე მგონი ამით ეს თემა უნდა ამოიწუროს.